სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთს. დღევანდელი შაბათი ისიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის მესამე მიცვალებულთა მოსახსენიებელი წირვა შაბათი. დაილოცა ჩვენი მიცვალებულები, მაგრამ არა მარტო მიცვალებულები. ეკლესია ესე ლოცულობს, სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა. ლოცავს მიცვალებულებს და აუცილებლად ლოცავს ცოცხლებს. იმიტომ რომ შენ რო წარდგომა რო არის, რომ სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე, აქ ნეტარ არის, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალ და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე. ანუ თესლითი თესლამდე, ანუ შთამომავლობიდან შთამომავლობაში. ადამიანს პატრონი ყავს მანამ, სანამ მას ყავს მოხსენიებელი. მერე მიცვალებული რჩება უპატრონოდ. აი ეს არის უპატრონო მიცვალებული, ამას ქვია, როცა მას ლოცველი არ ყავს და ჩვენ ლოცავთ მიცვალებულებს დღეს, ვინც მოიხსენიე და მე მინდა რომ დაგლოცოთ თქვენ, რომლებიც იჩენთ აი ამ სიყვარულს და მინდა შევთხოვო უფალს, რომ აღსრულდეს თქვენ ზედა ის სიტყვები, რომელიც ფსალმოში წერია, ლოცვაი თქვენი წიაღადვე თქვენ და მოიქცეს და ცხოვრება ძალიან ხანმოკლე არის, შეიძლება ჩვენი დღე სწორედ ხვალ იყოს, ან როდის იქნება არ ვიცი და აი მაშინ მიხვდებით რას ნიშნავს მიცვალებულისთვის ლოცვა და მიცვალებულისთვის მოწყალება და რაც კი შეიძლება რომ შეიწიროს უფალმა შესაწირი რაც არის მიცვალებულის სახელი. რა თქმა უნდა, მსახურების და შესაბამისად ყოველთვის არის გამორჩეული ამ შინაარსის გამომხატველი სახარება და სამოციქულო. სახარებას იმდენად ხშირად გვიწევთ ჩვენ აი ამ შაბათი დღის მიცვალებულთა მსახურების დროს აი ამ სახარების წაკითხვა და ძალიან ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას და დღეს მინდა რომ სამოციქულოზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს არის პირველი თესალონიკელთა მიმართ წერილი, სადაც პავლე მოციქული ამბობს მრევლს ეუბნება, რომ არა უნებაოსო უმეცრებაი თქვენი შესვენებულთა მათვის, რაით არას წუხდეთ ვითარცა იგი სხვანი, რომელთა არ აქვს სასოება. აი უყურეთ როგორია, თუ კი ადამიანს ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა და თუ კი ამ ადამიანმა არ იცის რომ რა არის სიკვდილი რომ ის არის რომ სულის და ხორცის გაყრა არის და ხორცს რომ განჩინება რაც უთხრა უფალმა რომ მიწა იყავს და მიწადო მიიქეს და სული რომ არ კვდება ადამიანის და რომ არის ესე იგი ნეტარებაში შეიძლება მოხდეს ეს სული და რომ იცის მან რომ ესე იგი თუ კი ის კარგად გონივრულად წარმართავს თავის ცხოვრებას, თავის თავსაც აცხოვნებს და მიცვალებულსაც და ბოლოს აღსრულდება მასზე ის სიტყვები, რასაც რისიც დღევანდელი სამოციქულო მთავრდება, ესრეთ მარადის უფლისათანა ვიყოფოდით. რომ მარადიულ სამყოფელს გაუმზადებს მის მიცვალებულსაც და თავისთვისაც და ეს თუ იცის ადამიანმა, ხო, ეს უკვე ნიშნავს რომ მას აქვს სასოება, ანუ იმედი აქვს. თუ ეს არ იცის და ურწმუნოებაში არის, ამ ადამიანისთვის იმდენად დიდი ხდება მწუხარება და რომლის შესახებ და რომელი მწუხარების შესახებ ეკლესია გეუბნება თქვენ, პავლე მოციქული ეუბნება თავის მრევლს, რომ არ მინდა მე რომ თქვენ ისეთ მწუხარებაში იყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც დღესაც ეკლესია იგივე არის, იგივე ხმა არის ეკლესიაში. აქ მე ვიდგები თუ სხვა იდგება თუ ამ საუკუნეში ვიქნები თუ იმ საუკუნეში იგივე ხმა არის. არ უნდა ეკლესიას რომ ეს ჩვენი რაღაცა უსაზომო მწუხარებაში ვიყო ჩვენ. არამედ თუ ჩვენ წამს რომ იესო მოკვდა და აღდგა, აი ჩვენი მთავარი რწმენის ქვაკუთხედი რა არის, რომ იესო მოკვდა ჯვარზე და მერე აღდგა, ხო? ეს თუ არ წამს ადამიანს, მაშინ რაშია მისი სარწმუნოება, რა არის მისი სარწმუნოება? და თუ წამსო, პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ წამსო იესო მოკვდა და აღდგაო, ეგრეცა ღმერთმა შესვენებული იგი იესოის მიერ მოიყვანეს მის თანა. და მერე ამბობს, ხოლო ამას გეტყვი თქვენ სიტყვითა უფლისათა. ესე იგი,
ჩვენ აი მე ადრეს მithქვია თქვენთვის და განმიმარტავს რომ აი ჩვენ წამს რო ვკითხულობ დილით ხო? წამს ერთი ღმერთი მავაყოლისამპყრობელი და ასე შემდგომ და იქ ეკლესიის თვისება არის 4 ჩამოთვლილი. ეს დოგმატური თვისება ეკლესიის, რომ ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო. სამოციქულოობა ამას ყველას თავის განმარტება აქვს, მაგრამ სამოციქულოობა რას ნიშნავს, რომ მოციქულებზე გარდა მოვიდა სულიწმინდა, ეს ერთი და მეორე მოციქულები იყვნენ თავისი თვალით ხილველი და ხელით მსახურნი იმ თხრობისა, რომელიც თხრობას მოთხრობილი არის წმინდა წერიში და სულიწმინდა რო გარდა მოვიდა მოციქულებზე სანამ სულიწმინდა გარდა მოვიდოდა ქრისტე ეუბნება მოციქულებს რომ თქვენთვის ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ეხა ვერ იტვირთავთ და როდესაც მოვა ნუგეშინისმცემელი, აი მაშინ გაიგებთ. ეს ნუგეშინისმცემელი რომ მოვიდა უკვე, მოციქულები კი პირადადაც ქრისტეს მსახური იყვნენ, მაგრამ სულიწმინდა მეტყველებდა მათში და ეკლესიის სამოციქულოობა ნიშნავს იმას, რომ მოციქული, რასაც გვეუბნება ჩვენ, იგივე არის. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც კითხულობ დაუშვათ პავლე მოციქული ამბობს, რომ ამას გეტყვი თქვენ სიტყვითა უფლისად, ანუ უფალმა მითხრა ეს. პავლე მოციქულს თვით უფალი ქრისტე ეცხადებოდა და ის ასწავლიდა და ის უცხადებდა. მაგრამ სხვა ადგილას თუ შეხვდება და ნახავთ, რომ ამას გეტყვით მე და არა უფალი, ნუ გაგიკვირდება და ნუ იტყვით, რომ ეს ხო არ უთქვია ქრისტეს. კი, იგივე არის. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. აი ამას ნიშნავს სამოციქულო. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულოობა ამას ნიშნავს, რომ მოციქულების მიერ არის დაარსებული და დაფუძნებული და ახლა რასაც ამბობს პავლე მოციქული უფლის მიერ აქვს გაგონილი და უფლისგან აქვს ნასწავლი, რომ ჩვენო ცოცხლებიო, რომლებისო დარჩენილები ვიქნებითო, მეორედ მოსვლის დროსო, ჩვენზე ადრეო აღდგებიანო ბრძანებითა, ანგელოზ თავრისათა, საყვირითა ღმრთისაითა, აღდგებიანო დარნიგი ქრისტეს მიერნი და მაშინღა ჩვენ ცოცხლები ვინც ვიქნებითო, შემთხვევად უფლისა. წარმოიდგინე, ყველანი შევხვდებით უფალს. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ჩვენ რაღაცა ყველაფრისთვის ვემზადებით აბსოლუტურად გარდა იმისა, რომ უფალი რომ მოვიდეს ეხა. ჩვენთვის ჯვარზე გაკრული უფალი, და არის ჯვარზე და აღდგომილი, როგორ შევხვდებით? აბა მითხარით გულწრფელად ამაზე თუ ფიქრობთ. ყველაფერზე ვფიქრობთ. აბსოლუტურად ყველაფერზე ვფიქრობთ. ხვალე რა იქნება, რა უნდა ჩავიცვათ, რა უნდა ვჭამოთ, 10 წლის მერე რა უნდა გავაკეთოთ, 20 წლის მერე რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უფალს როგორ შევხვდებით? ეს უნდა იცით რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ არ ფიქრობ ჩვენ ამაზე. არ ფიქრობ ჩვენ იმაზე, რომ ჩვენი მიცვალებულები თქვენ უფრო ეს არ გეხებათ, მაგრამ ზოგადად ადამიანები მიდრეკილი ვართ უფრო მიწიერზე და ჩვენი მიცვალებულები და ჩვენ დაუშვათ კაი ჩვენ ვიცხოვრეთ და ზნეობრივად რაღაცა გავატარეთ ცხოვრება, მაგრამ ხედავთ რომ აღდგენ ყველანი აღდგებიან. აქ ეს სწავლება უფლის სიტყვას გეუბნებითო, პავლე მოციქული ამბობს. აღდგება შენი მიცვალებული. ავიღო ჩობელი, რომელმაც შენ გშობა გაგზარდა, დაგაყენა გზაზე და მოხვდება მარადიულ სატანჯველში. რატომ? შენ გაიგებ, რომ თურმე შენ შეგეძლო რომ გელოც ამისთვის. წირვაზე მოსულიყავი, ეს გაგეკეთებია და შეგეძლო თურმე აცხოვნებდი და თურმე წარწყნა და შენ ამაში ბრალი გექნება. როგორ შეხვდები უფალს, რომელიც მისთვის და შენთვის ჯვარზე გაეკრა? ამაზე უნდა დავფიქრდეთ და უფრო მეტი მონდომება გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი მიცვალებულებისთვის ეს ეხა ამით ახლა თავს ვინ უგეშებთ, რომ და წლის განმავლობაში ეს თვითონ დედა ეკლესია ზრუნავს მიცვალებულებზე, რომ წლის განმავლობაში დააწესა ეს. დაწესება საერთოდ ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ ჭირდება. დააწესებულია ეს მიცვალებულთა დღეები, იმიტომ რომ არიან ადამიანების კატეგორია, რომ არა ეს დღეები ისინი არ მოდიან. იმათ არ ახსოვთ თავიანთი მიცვალებულები. ხო და პრაქტიკული ღვთისმსახურება არის ის, რომ ჩვენ ეს გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი უნდა შევხვდეთ უფალს, ქრისტეს, რომელიც შენთვისაც და იმ შენი მიცვალებულისთვის ჯვარზე მოკვდა
და შენ რას ეტყვი რომ შეხვდები? აი ეს არის პრაქტიკული ესე რომ ვთქვა ღვთისმსახურება და პრაქტიკულად სარწმუნოება ჩვენში, ცოცხალი სარწმუნოება ეს არის და იდებოს ღმერთმა რომ ბოლოს ჩვენ აი სიტყვები, საოცარი სიტყვებია ეს რომ ესრეთ მარადის უფლისათანა ვიყოფოდეთ. აი ეს თუ ამაზე არ ვფიქრობ ჩვენ რომ ჩვენ და ჩვენი მიცვალებულები უფალთან რო ვიყოთ, ხო? მაშინ ამაოა ჩვენი ყველაფერი. თუ მარტო იმას ფიქრობ რომ მე ვიყო უფალთან და მიცვალებულებზე არ ფიქრობ, ვერ მოხვდები. აი ესეთია ჩვენი სარწმუნოება. სიყვარული არის ერთადერთი მიზეზი საერთოდ რის გამოც ღმერთმა სამყარო და ხილული და უხილავი და ადამიანი შექმნა და სიყვარული არის ერთადერთი მიზეზი რაც შეიძლება ადამიანმა, რის გამოც შეიძლება ადამიანი იყოს მარადის უფლისათანა. უსიყვარულოდ პავლე მოციქული არ გახსოვთ რას ამბობს. ანგელოზების ენებზე რომ მეტყველებდეო და მქონდეს სარწმუნოებაო რომ აი მთას უთხრა გადადექი და გადადგესო და ჩემი ხორცი რომ მივცეო დასაწველათო, ხო და სიყვარული თუ არ მექნებაო, არარავაა ამბობს. ხო და სიყვარული კიდე იმას ნიშნავს რომ ცოცხალი განცდა გქონდეს ჩვენ მოვალეობის მოხდის განცდა კი არ გქონდეს. ცოცხალი განცდა გქონდეს რომ შენ რომ მოდიხარ აქ რომ დგეხარ და ამ შენ სიყვარულს რომ გამოავლენ, უფალი შენ გიყურებს სიყვარულით და შენ მიცვალებულსაც უყურებს სიყვარულით. ყველას უყურებს უფალი, გან არა ისინი არ უყვარს, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, სარწმუნოება ჩვენი არის, აი უფალი ბრძანებს 2 და 3 რაც შეიკრიბები ჩემი სახელით მეც იქნება. შენ და შენი მიცვალებული თუ ხარ ქრისტესთან მოხვედი, ის თავისთავად ქრისტეს ხელშია, ხო? მეც იქვე ვარ ამბობს უფალი. შენ თუ არ ხარ, ის უყვარს უფალს, მაგრამ თავის სიცოცხლეში თუ ვერ იღვაწა თავისი ცხონებისთვის, ვეღარ გადარჩება. არა და შენ გეძლევა შანსი რომ იმას ეხა დაეხმარო. იხდით? მერთმა მოგმადლოს პირველ რიგში ეს კეთილგონიერება, თორე დანარჩენი თუ ჩვენი მსახურება რაღაცა ზედაპირული არის და მარტო გარეგნულს თუ ხედავ ჩვენ და რაღაცა ეს ნაკლებად შეიწირება უფლის წინაშე და ჩვენი ღმერთი არის გულის ღმერთი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, იმიტომ რომ შენ შეიძლება არ გამოირჩეოდე რაღაცა საქმეებით, მაგრამ შენი გულში თუ უფლის სიყვარულია და ქრისტიანული სარწმუნოების ცეცხლი ანთია, უფალი იქ ხედავს, გულში ხედავს უფალი და ინებოს ღმერთმა რომ მოგმადლოს ჩვენ ცოცხალი სარწმუნოება, რათა ჩვენი ლოცვი და ჩვენი კეთილი საქმეები, ჩვენი მიცვალებულებიც ცხონდნენ და ჩვენც გვაცხოვნოს უფალმა, ვითარცა სახიერარს და კაცთმოყვარე. ამინ.